მოგახსენებთ ქალბატონეთია, უშიშროება როგორც მოგახსენებათ მოსახლეობამ როცა გამოვიდნენ როგორც იქნა რომ თავი დააღწიეს დაბომბვებს და როგორღაც თბილისამდე ჩააღწია მოსახლეობა თვით დინებით დაიწყეს თავშესაფრების ძებნა. ეს იყო სკოლები, საბავშვო ბაღები, მიტოვებული შენობები, მე პირადად მომიწია თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ამიერკავკასიის ძალების რაღაც ძველი მიტოვებული შენობა იყო, იქ ცხოვრება, იმ სიბინძურის გაწმენდა და იქ ერთი ოთახის მოძებნა, რომ იქ თავი შეგვეფარებინა. შემოდიოდნენ გარედან უთვალთვალენ კონკრეტულ სახელებს და გვარებს მე ვერ დავასახელებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის უცნობი იყო, უბრალოდ ვიცოდით ის, რომ ნამდვილად გვითვალთვალებდნენ, თუ სადმე ხა აქცია იყო და ვინმე არ გასულიყო, თავისი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, ტელევიზიებში შიგნით შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ, რომ პრობლემებზე არ ესაუბრა მოსახლეობას, იბლოკებოდა, ანუ ასე ვთქვათ, იბლოკებოდა ყველა ის შენობა, სადაც დევნილები იყვნენ განთავსებული. ეს გრძელდებოდა უკვე, როდესაც მოხდა დევნილების განსახლება კოტეჯებში, კომპაქტურ ჩასახლებებში. შეიქმნა ეგრეთ წოდებული მამასახლისების ინსტიტუტები. დავალებული ჰქონდათ მათ, რომ უნდა ეკონტროლებინათ თითოეულ ოჯახში ვინ შედიოდა, ვინ გადიოდა, დასახლებაში ვინ ამოდიოდა, საერთოდ ვინსად როგორ გადაადგილდებოდა. სტუმარი ვერ შემოსულიყო ოჯახში მათი ნებართვის გარეშე. აი ამ წნეხისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა დევნილობის 8 აგვისტოდან მოყოლებული მოსახლეობა. და ვინ გეკითხე, ისინი გეკითხებოდნენ, რომ ვინ გაგაფრთხილათ, რატომ გამოხვედით? არ გვაძლევდნენ ამის უფლებას, ქალბატონეთია, რომ ეს გვეთქვა. რომ ვინმე შევხვედროდეთ ჩვენ პრობლემებზე გვესაუბრა, ვიღაცა დაინტერესებული რომ ყოფილიყო, ამის უფლებას არავინ არ გვაძლევდა. თავისთავად ვერ ვიტყოდით იმ პრობლემებზე და აინტერესებს, სწორედაც რომ აინტერესებდათ, რომ ჩვენ ვისგან ვიყავით გაფრთხილებული, არავისგან არ ყოფილვართ ქალბატონეთია გაფრთხილებულები, თვით დინებით, თვით გადარჩენის ინსტინქტით.